წარმოიდგინეთ, რომ მეზობელს, რომელიც ღამით ხმაურობს, შენიშვნას აძლევთ. მან კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად გიყვირათ და ხაზგასმით გითხრათ, რომ ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ, რადგან 2 წლის წინ ბინაში წყლის სისტემა გაგიფუჭდათ. ეს არაადეკვატური პასუხი ზუსტად ასახავს ტექნიკას, რასაც პოლიტიკაში whataboutism-ს უწოდებენ. მისი არსი მარტივია. საკუთარი დანაშაულის ხვისი ნაკლით გადაფარო, რათა შექმნა ილუზია, თითქოს შენი დღევანდელი ქმედება გამართლებულია. ეს მეთოდი ცივი ომის დროს საბჭოთა პროპაგანდის ლაბორატორიებშია დახვეწილი და მას დღემდე აქტიურად იყენებს როგორც კრემლი, ისე მასთან დაკავშირებული ხელისუფლებები. მაგალითად, როდესაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ, კრემლი აცხადებს, რომ სანაცვლოდ ამერიკაში რასიზმია და ვაშინგტონს უფლება არ აქვს კრიტიკის. ეს დეზინფორმაციული ხრიკი შიდა პრობლემებიდან აქცენტის გადატანის საუკეთესო საშუალებაა. შენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს, მედიის თავისუფლება რეგრესირებდეს, მაგრამ სანაცვლოდ ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად დანიაში მშვიდობიან აქციებს არბევენ, ან გერმანიასა და ინგლისში ხალხს საჭმლის ფული აღარ აქვს. სწორედ ეს არის whataboutism-ი. დეზინფორმაციული ჩონჩხი, რითიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია შესაძლებელია.